საღამოშვიდობისა მივესალმები რუსთავიორის ტელემაყურებელს ლოტო 642-ის მოთამაშეებს და აი დადგა კიდევ ერთი დღე, როდესაც იმედი მაქვს მე და ყველას თქვენ ვინც ახლას ხედხართ ტელეეკრანთან, განსაკუთრებით მათ ვინც გიჭირავთ ბილეთები, რომ ეს დღე იქნება ბედნიერების სიხარულის და იმ სიხარულის, რომელსაც ეწოდება ჯეკპოტის გათამაშება. ჯეკპოტი მით უმეტეს იზრდება და იზრდება, მოგვეხსენება ყველას და დღეისათვის შეადგენს 872,796 ლარს. ოხ, რას დაგვიმშვენებდა ზაფხულს, აბა რომელ თქვენგანს გინდათ? რამდენი მე გაისმა ტელეეკრანთან ახლა. მოკლედ გისურვებთ ყველას წარმატებას თითოეულ თქვენგანს. მეორე კატეგორიაშიც არ გვაქვს პატარა თანხა, 44,000 ლარზე უკვე ავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გათამაშდა მეორე კატეგორია, საკმაოდ მსხვილი და რეკორდული მაჩვენებელი შეიძლება ასე ითქვას. ეს გახლავთ 875 ტირაჟი და 875 წარმატებას გისურვებთ თქვენ. აბა 3, 2, 1 აბა თქვენ იცით ბურთებო. ერთი ისეთ ხელზე დამეჭიროს, რომ აი ეს ჯეკპოტი მოგვეხსნას ახლა. მიდი. აბა რომელი ბურთი გახსნის დღევანდელ გათამაშებას? 23-მა გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ნომერ პირველი ბურთი, წითელი და კვასკვასა. ნახოთ რომელი იქნება შემდეგი. 32 შებრუნდა ფაქტობრივად. ამ შემთხვევაში ორიანი და სამიანის კომბინაციები გვაქვს. 23 და 32 გვაქვს და მოიმართება ჩვენსკენ 37 დღეს, ესე იგი მაღლებში ვინც ტრიალებდით თქვენი კომბინაციებით, მე მგონი გიმართლებთ. აბა მეოთხე მომგებიანი ბურთი, არც თუ ისე დაბალი, სადღაც შუაში ვართ, 20-იანი შემოგვიგორდა მეოთხე მომგებიან ბურთად და ველოდებით მეხუთე მომგებიან ბურთს და ის გახლავთ 13. ესე იგი ნელ-ნელა მოიწევს ქვემოთ. და მე-6 ძირითად ბურთსაც გავაჟღერებთ ახლა. 9 გახლავთ ის და გვაქვს უკვე 6 ძირითადი ბურთი და ველოდებით ბონუს ბურთს. აბა ბონუს ბურთო. 34 ხო არ ხარო შენო? კი, ბარო, 34 ასე განაცხადა ბონუს ბურთმა. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ტრადიციისამებრ. 23, 32, 37, 20, 13, 9 და ბონუს რიცხვი გახლავთ 34. ჟრიამულია მანდ. გამაგონებთ თქვენი ხმა. თქვენ ხმას ახლა ჩვენ ვერ გავიგონებთ, მაგრამ შედეგების მიხედვით აუცილებლად მივხვდებით არის თუ არა ხმაური სიხარულისგან გამოწვეული თქვენს ოჯახებში. შედეგებს ძალიან მალე აუცილებლად გაგაგებინებთ და დავინახავთ ყველა აქ ჩემგან ხელ მარცხნივ. თუმცა არ დავიღლებით ჩვენ იმის შეხსენებით, რომ არ არსებობს მოგება ცდელობის გარეშე. ცდელობა კი გამოიხატება რაში? აუცილებლად უნდა შევიძინოთ ერთი ბილეთი მაინც. ამისთვის კი არსებობს რამოდენიმე გზა. ეს გზები გახლავთ შემდეგნაირი. ერთი ეს არის სახლიდან გაუსვლელად ლოტო.g შედიხართ საიტზე, ასეთ სასურველ კომბინაციას და შეიძენთ ბილეთს რა თქმა უნდა. ასევე ყველა დიდ სავაჭრო მოლში შეგიძლიათ მიბრძანდეთ და შემოხაზოთ თქვენთვის სასურველი კომბინაცია და მთელი საქართველოს მასშტაბით ასევე გახლავთ ლოტოს ჯიხურები განლაგებული. შესაბამისად არჩევანი ახლა თქვენზეა. ყოველ სამშაბათს და პარასკევს არ დაივიწყოთ. ერთი ბილეთი მაინც უნდა გქონდეს ხელში, რომ შანსი გქონდეს მოგების. დღეს რა ხდება? ესე იგი, ყველა კატეგორია შემოვინახეთ შემდეგი გათამაშებისთვის. შეიძლება ასე ითქვას და კიდევ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ შემდეგი გათამაშებისთვის ერთი ბილეთი მაინც დავიჭიროთ ხელთ. რადგან მეოთხე კატეგორიაში სოლიდური თანხაა, მესამეშიც, მეორეში ხო საერთოდ და ნუ ჯეკპოტი გასათამაშებელია უკვე, ამიტომ არ დაგავიწყდეთ. სწორედ იმ ერთმა ბილეთმა შესაძლოა გადაწყვიტოს თქვენი ცხოვრების ბედი. ხო, მე-5, მე-6 კატეგორიებში ვყავს გამარჯვებულები და მათ ულოცავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ უკეთესი შეგვიძლია და უკეთესი იყოს შემდეგ გათამაშების დროს. ყველას წარმატებულ, ბედნიერ საღამოს გისურვებთ და ერთი ბილეთი მომდევნო გათამაშებაზე. პარასკევს. ხდებით ერთმანეთს რუსთავი 2-ზე.